გეცრაფას პეცზე. თუმცა კარგად იცავენ რუმინელები ისევ თავს. აბულაძე ეხმარება საჭირო. აფრასიძე ბურთით, კახოიძე ზურგს უკან მოძებნა ნინიაშვილი, ნინიაშვილმა შექცეული პასი ტაბუცაძეს, ტაბუცაძემ ნინიაშვილს, ნინიაშვილმა თოდუას და პირველი ლელო. მეექვსე წუთი პირველი ლელო. გააგრძელებენ და სავარაუდოდ აწევენ მაღალ ბურთს. ნახეთ როგორ მოდის მათი უკანახაზი რო წნეხი დაგვადოს, მაგრამ აცდა თოდუამ ჩაიგდო და გაჭრა. მოძებნა მატკავა, ძალიან კარგი კონჩეტევის შანსი იქნება. შველიძე აცდა ერთს, მეორეს, წამოვიდა, წინვალე თამაშია, დაიქნია, აფრასიძე მოძებნა, ტაბუცაძე. აი ხა ამ ლელოს ვეღარ გადაარჩენს ვეღარავინ ტაბუცაძის ლელო. შველიძის წინვალე თამაში. ნახეთ, აი თუ აჩები არ ყავს. ამიტომ ბაბუნაშვილი თვითონ წავიდა ოფლოუდი ნინიაშვილზე, გორგაძეს ოფლოუდი აფციაურზე. აფციაური თვითონ წავა. აფრასიძე, ნინიაშვილის პასი აბულაძეზე. აბულაძე ლელოს ხასთან არის, ეხა საჭირო არის სწრაფი ბურთი ქონდეს, ასე ხდება ღანიაშვილი. სავარაუდოდ ძალიან ახლოს ვართ ლელოსთან. ეხა ეს ბურთი თუ გავიდა უკვე 100%-იანად ლელო იქნება გარე. ნახეთ რუმინელს არც ერთი მცველი არ აყავთ მეორე ძელს. მაგრამ ვანელებთ ბურთს, იქვე დავამწე. ლელოს ავტორი მიხეილ ბაბუნაშვილი 15-0. ვიდა ბურთი ცრუმული გამოიტანა ბორგაძემ, აფრასიძე, კახოიძე გამწვავებაზე წავიდა, სწრაფი ბურთი პირველი, შველიძე ბურთით, მატკავა, ძალიან კარგად დაუქნია, ტაბუცაძე, კიდე დააწვინა, ოფლოუდი აფრასიძეზე, 20-0. 20 და 22-0. მოიგო საღინაძემ, შევკარით მოლი. რუმინელები კარგად არიან მოლში მომზადებულები. მოლის დაცვისთვის აი სხვა დანარჩენზე კი გაგვიჭირდება. ამის თქვა ნინიაშვილი სივრცეში შემოვიდა შიგნით. ბურთი ჩვენ მხარეს არის საღინაძე. ისევ წამოვალთ ალბათ ძელებისკენ აბულაძე. ივანიშვილი, მატკავა, ეს ძალიან კარგად დაუნახეთ, შველიძე, კახოიძე და ლელო. კარგად იყო ეხა გამოყენებული. წავიღეთ ბურთი უშვან ეხლა ხელი. ცუდი პასი იყო, მაგრამ ნინიაშვილზე გამოვიდა ბურთის სივრცეში, ნინიაშვილი შეტყდა შიგნით, ტაბუცაძე ამოუგდო ნინიაშვილმა ძალიან კარგად, ტაბუცაძე უნდა შეინარჩუნოს ბურთი. ვარცები დაუკარგეთ. და შეიძლება დავიბრუნოთ ეხლა, იმიტომ რომ კონტრაქი იყო კარგი, არა, რუმინელებს დარჩა ბურთი. კარკაძის ბოჭვა და შემდეგ ცდილობს რომ ინადიროს კარკაძე. ასეც მოხდა და თუ არ ვწდები დავალებდებით. ლობჟანიძე ისევ ბურთთან, კარკაძე მიდის წინ. მოკლეზე უნდა შემოუბრუნდეთ, იმიტომ რომ მე ვერ დავინახეთ თელი რუმინეთის ნაკრები გადაიწყო, მაგრამ მატკავა მობრუნდა ნინიაშვილი. იქვე კარგი პასი კვესელაძეზე, კვესელაძე დაუსხლტა მცველებს და გაიტანს ლელოს, ასეც ხდება. ნახეთ, მარტივი შეცდომა დაუშვა რუმინეთმა, იმიტომ რომ ლობჟანიძემ აუთხა ბურცელი, მაგრამ ისევ გვიტევენ. სავარაუდოდ გაიტანეს ლელო და დასრულდა თამაში. 45-3 ახლა ანგარიში რუმინელებს დარჩათ